1492 წლის აგვისტოს ესპანეთის საპორტო ქალაქ პალოსიდან უცნობი დასავლეთისკენ კურსი აიღო სამმა კარაველამ, რათა აღმოეჩინათ უმოკლესი გზა ევროპიდან ინდოეთისკენ. ამ საზღვაო ექსპედიციას მეთაურობდა ქრისტეფორე კოლუმბი. მოგზაურობა 2 თვესა და 8 დღეს გაგრძელდა. 79 დღეს, როცა 1492 წლის 11 ოქტომბრის ღამე, 12 ოქტომბრის დილამ შეცვალა, კარაველა სანტა-მარიას მორიგემე ზღვაურმა ესპანურ ენაზე დაიღრიალა. იწა! დავშვით იარდნები, ნავები წყალზე! შემთხვევისათვის ესპანურად დაიყვირა კომანდორმა. მოულოდნელად მოისმა პასუხი უცხო ენაზე. მარგავით! Salud, amigos. Salud. Salud, Marjos. Amajova, ჩემობათ. Amajova. უპასუხეს უცხოელებმა ესპანელებს და თითქოს აქ არაფერიაო, დაწყებული საქმე განაგრძეს. ერთი ტლიგადები კიდე დადევენ ერთმანეთს. მიეცი ბიჭუნას პური. აჰა, დაიჭი. ინდოელები. არა ბატონო. ეგენი ინდოელები კი არა, ინდიელები გახლავართ. ეს ხომ ინდოეთია? ინდოეთია? არა გენაცვალე. ეს ამერიკა. ეს ინდოეთია. გადაუჯერებელი ყოფილ ხარ შენაგათო. იქნება პურის ხვას მასწავლო. შენ თვითონ ვინახარ? მე ქრისტეფორე კოლუმბი ვარ. თქვენ ვინახარ? ჩვენ რაჭველები გახლავართ, ჩემო ბატონო. ეს რომანოზია. ეს მარკოზი. ეს დათუნიკა. გახლავართ ბატონო. მე კიდე თქვენს კარგად მოგეხსენებათ. ვიკენდი გახლავართ, ჩემო ბატონო. 4-ვენი რაჭველები ვარ. რაჭველები? ო, ნიდან შეგა. კოლუმბი ჩაფიქრდა ღრმად. მერე კი სახე გაუნათდა და წამოიძახა. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში!